ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. Როგორ ფიქრობთ, ქსელური მარკეტინგი სერიოზული პროფესიაა? დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა მეტყვის, რომ არა. იცით რატომ ამბობ ამას? იმიტომ, რომ 60-იან წლებში, როდესაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ქსელური ბიზნესი შემოვიდა, პირველად ვინ შემოიტანა ქსელური ბიზნესი საქართველოში, ის ადამიანები ამბობდნენ, ანუ პირდებოდნენ სხვა ადამიანებს, რომ ერთ-ერთ თვეში გამდიდრდებით. ადამიანებს ატენიდნენ პროდუქციას და არასერიოზულად უდგებოდნენ ქსელურ ბიზნესს, ქსელურ მარკეტინგს, როგორც პროფესიას. თან ეს განაპირობა იმანაც, რომ ქსელურ კომპანიაში თავის დამკვიდრება შეეძლო ყველას. ნულიდან არ ქონდა მნიშვნელობა პროფესია ქონდა თუ არ ქონდა, ქონდა დიპლომი თუ არ ქონდა დიპლომი და ამბობდნენ, რომ არა, ეს სერიოზული პროფესია არაა და იქ მომუშავე ადამიანები არიან თაღლითები, სექტანტები, გვატენიან ყველაფერს, ერთი სიტყვით, აი ეს ამბები ტრიალებდა საქართველოშიც. დღემდე ტრიალებს სხვათა შორის მინდა ვთქვა. და ამასობაში რა ხდება? ქსელური მარკეტინგი არის უსერიოზული პროფესია და თქვენ წარმოიდგინეთ, ამერიკაში უნივერსიტეტშიც კი ისწავლება ეს პროფესია. აქ საჭიროა ძალიან ბევრი უნარის დაუფლება, მათ შორის ადამიანებთან სწორი კომუნიკაცია უნდა შეგეძლოს პირველ რიგში. უნდა ისწავლო გუნდიშენების უნარი, უნდა შეგეძლოს ლიდერობის უნარი, მენეჯმენტი, მარკეტინგი. ერთი სიტყვით, როდესაც თუ გინდა რომ ქსელურ კომპანიაში დამკვიდრდე, შენ უნდა იყო მენეჯერიც, მარკეტოლოგიც, ბიზნესმენიც, ფსიქოლოგიც, მასწავლებელიც, რა ვიცი, ძალიან ბევრი უნარია საჭირო, რომ ქსელურ კომპანიაში დაიმკვიდრო ნამდვილად თავი. ხო და ამასობაში ის ადამიანები დაჩნენ მოტყუებულები, ერთ-ერთ თვეში ნამდვილად ვერ გამდიდრდნენ და ამას მეც არ ვპირდები და არც ერთი ქსელური კომპანია არ პირდება ადამიანებს, რომ ერთ-ერთ თვეში რეალურად გამდიდრდებიან. მაგრამ თუ თქვენ დაეუფლებით აი ამ პროფესიას, რაც ჩამოვთვალე და იმ სისტემას მიყვებით, რომელიც ქსელურ კომპანიებს და ანუ ისეთ კარგ და დახვეწილ ქსელურ კომპანიებს ნამდვილად აქვთ დახვეწილი ქსელური მარკეტინგი, აი ამ შემთხვევაში მე რწმუნეთ, რომ ნამდვილად მიაღწევთ წარმატებას. ოღონდ ერთი მინუსი აქვს, რომ ყველა ვერ უძლებს აი ამ გზის გავლას, ძალიან უჭირთ. იმიტომ ცოტა დროში იწელება და მოთმინება არ ყოფნით და ვინც მოითმენთ, აი ისინი მოიგებთ. და აი იმ ადამიანებმა, ვინც ვერ მოითმინეს და ერთ-ერთ თვეში ვერ გამდიდნენ, რა თქვეს? თქვეს ის, რომ ქსელური მარკეტინგი